გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა მარი ბიერემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო დღითიდღე უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს. მინდოდა მეთქვა მარის თვინ, რომ არაუშავს დედამიწა მრგვალია და გაიხსენოს მაგელანის მოგზაურობა. მაგელანი მარჯვნივ გაემგზავრა და მარცხნიდან დაბრუნდა. ასე რომ სანამ შვენიერი მარი საქართველოს ევროკავშირის დაშორებას უყურებს და ხედავს თუ როგორ გადაიქცევა საქართველოს წერტილად და მე ის წერტილიც გაქრება, ამ დროს საქართველოს ევროკავშირს უკნიდან მოულის და უკანა კარიდან შემოვა და დაჯდება დანიისა და ჰოლანდიის შორის. ვანგლობ ჩემებურად, მაგრამ სხვა რა დამრჩენია. ევროკავშირის თემა, როგორც უკვე არაერთხელ ბრძანე, ასე მეჩვენება, რომ სატირალ-იუმორისტული ჟანრის ეპოპეად გადაიქცა. საინტერესოა, თურქეთი, რომელიც უკვე 1999 წლიდანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ანუ 26 წელია ევროკავშირის ღია კართან დგას. მასზე რატომ არაფერს ამბობენ მარი და სხვადასხვა კაიები და შმაიები? ვინმე სმენია ევროკომისრებისგან ან ევრობიუროკრატებისგან ერთი სიტყვა მაინც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. არა, არავის სმენია და იმიტომ არ სმენია, რომ ევროკავშირი თურქეთზე არაფერს ამბობს. და არ ამბობს იმიტომ, რომ თურქეთში 85 მილიონიანი მოსახლეობაა. ევროპაში ეკონომიკური მაჩვენებლებით მე-6 ადგილასაა და ჯარიც ერთ-ერთი უძლიერესი ყავს. ევროკავშირს ეშინია თურქეთის, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მსმენია დემოკრატიული პროცესები თურქეთში რბილად რომ თქვათ, სათანადო დონეზე არ არის, ეს საკითხი ევროკავშირისთვის დახურული თემაა. თურქეთი ძლიერია და მისი ეშინია და შიში შეიქმს სიყვარულსაო. ჩვენი კი არ ეშინიათ. ამიტომაც საქართველოს ევროკავშირისთვის არის იმ ბიჭის მაგვარი, რომელსაც პრინცის მაგივრად ცემდნენ ხოლმე, ხომ გახსოვთ? მარკ ტვენის უკვდავი ნაწარმოებები უფლისწული და მაწანწალა. გახსოვთ რა საკროლია, ხო და ევროკავშირსაც ალბათ ახსოვს და მოგვირგო როგორც ის ბიჭი ჰემფრი მარლო, რომელსაც ცემდნენ, როდესაც პრინცი ედუარდი ცუდად იქცეოდა. აბა პრინც ხომ არ დასჯიდნენ, არა? ჩვენ ევროკავშირისთვის ჰემფრი მარლო ვართ. თუმცა მთლად ასე არ ვართ, რადგან ჰემფრი მარლო პასუხს ვერ სცემდა იმას, ვინც მას სჯიდა. ჩვენ კი ვცემთ და ყოველჯერზე უფრო და უფრო ხმამაღლად ვუბრუნებთ სიტყვას. ისე კი ეს ევროკავშირელები ყველა ერთსა და იმავე ტექსტს როგორ ამბობს, არა? ეტყობა მათაც ერთი მოსემწერალი ყავთ, ვინც დირექტივებსა და მზად ტექსტებს უგზავნის. სიტყვა სიტყვით ერთსა და იმავეს იმეორებენ. მეგობრებო, ხომ წარმოგიდგენიათ? ეს ბიუროკრატები რას გვიზამდნენ წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყავით? გვიტირებდნენ სულსა და გულს, ჯარიმებით ამოგხოცავდნენ ნებისმიერი გადახვევისთვის მარცხნივ თუ მარჯვნივ. მათ მიერ ნაბოძებ დაფინანსებას შეგვიჩერებდნენ და კიდევ არაა ფაქტი, რომ რომელიმე პროექტს გადმოგვიგდებდნენ. ვიქნებოდით მუდმივი კონტროლის ქვეშ და ჰემფრი მარლოს სტატუსი უკვე ოფიციალურად გვექნებოდა გაფორმებული. ასე რომ 2030 წლის ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილეობას თუ არ მიგვაღებინებენ, შეიძლება არც იყოს ეს ჩვენთვის ცუდი. პირადად მე, ახლა რომ შედგეს რეფერენდუმი ევროკავშირში შესვლა არ შესვლის შესახებ, ალბათ გეტყვით, ალბათ უარს ვიტყოდი მასში გაწევრიანებაზე. დიახ, არ მინდა არანაირი კავშირის წევრობა. ერთ კავშირში უკვე ვიყავი და ვიცი რას ნიშნავს, როდესაც კანონებს თავზე გახვევენ. თანაც არც გეკითხებიან, გინდა თუ არ გინდა ეს კანონი. გახვევენ და აბა თუ კაი გენდერი ხარ და ნუ შეასრულებ. დაგაჯარიმებენ და დაგაჯარიმებენ ძალიან დიდი თანხით. მე რამდენად ვითხოვ ამიხსენით მეთქი რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირს და პასუხი ჯერაც არ მემიღია. რაღაც ეფემერულ დანაპირებებზე მელაპარაკებიან, თანაც მელაპარაკება ის კატეგორია, რომელიც არაფრის აზრზე არ არის ევროკავშირიო, ეს არის დიდი პენსია, დიდი ხელფასი, სადილი ყველას, გარანტირებული სამუშაო ადგილი, უფასო მედიცინა და ხანში შესული ადამიანებისთვის წითელზე გადარბენის უფლება.
რაღაც ამდაგვარი მესმის, თუმცა ამის ეკონომიკურ საფუძველს არავინ მიშიფრავს. მეგობრებო, პენსიებზე უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ პენსიას ევროკავშირი არ იხდის. პენსიას ყველა სახელმწიფო თვითონ იხდის თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე და სამუშაო ადგილები როგორ გაჩნდება ევროკავშირის ბრძანებით, იმის არ იყო სააკაშვილი ავტობუსით რომ მიადგებოდა რომელიმე საწარმოს, მიიყვან და უმუშევრებს და აბა მიდი დაასახმეთ, თორემ სულს მოვიტან ცუნცულასაო. ანუ იძულების წესით. ამ ავანტიურიდან რაც გამოდიოდა კი გვახსოვს. საწარმოს უფროსობა იმ უმუშევრებს მერე ცოტა ფულს აძლევდა და უშვებდა და ევროკავშირიც ასე მოიქცევა. როგორ შეიძლება ევროკავშირმა ვინმე დაასახმოს, თუ კი ბიზნესი ამაში არ იქნება დაინტერესებული. მოკლედ, კითხვა ბევრი მაქვს, პასუხად კი ისევ დემოკრატიის უკუსლაზე მეჩიჩინებიან ეს უგუნურები. და რას უწოდებენ ისინი დემოკრატიას? ისინი დემოკრატიას იმას უწოდებენ, რომ მათი დავალება, ბრძანება, მითიდება უნდა შევასრულოთ. რეფორმები გაატარეთო ამბობენ და რეფორმებში რას გულისხმობენ? გააუქმეთ კანონები ფინანსური გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და დაცვის შესახებ. თასმებიც ხომ არ გაგიუთოთ ძვირფასო ევრობიუროკრატკებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.